უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე მშენებარე ოლიმპიურ სოფელში. გარდაიცვალა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებით. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშებს რკინის ხარაჩო გადაჰქონდათ, რომელიც ელექტროგადამცემ ბოთს გამოედო. თელოსის თანამშრომლები მაღალწაბოას გამორიცხავენ, აგებს თუ არა პასუხს მშენებელი კომპანია მუშათა უსაფრთხოებაზე. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დეტალები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. თბილისის ზღვაზე ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაზე უბედური შემთხვევა დაახლოებით 17 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა. პირველად ინფორმაციით მშენებლობაზე დასაქმებულებს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტი დენის გადამცემ ხაზზე რკინის ხარაჩოს გამოდებამ გამოიწვია, რის შედეგადაც ხარაჩომ დენი გაატარა. ადგილზე თელასისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ხალხი აწვებოდა იმ ხარაჩოს აწვებოდა და დაუგორდა, ვერ დაიჭირდა და მოედო მაღალწაბის ხალხს. არიან თუ რამდენი სამართლობაში არიან ეს. ეს ის ხარაჩოა, რომელიც 24 წლის ქართველი მშენებლის დაღუპვის მიზეზი გახდა. როგორც მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი და უცხოელი მუშები აცხადებენ, მათ ხმაური შემოესმათ. ადგილზე გასულებს კი 24 წლის ახალგაზრდა, რომლის ვინაობაც ჯერ არ ხმაურდება, უკვე გარდაცვლილი დახვდათ, რამდენიმე კი დაშავებული. Როდ ჩამოვიდ სიმართლე გითხრა ხალხი იყო ცუდად მოვიდა სასწრაფო და აზიაროა რა მოხდა რა. მე მუშაობს უზემოთ. 7 მანქანა სასწრაფო მოვიდა, ვინმე გიშვებდა იქ. ამბობენ, რომ მუშებს ხარაჩო დაუგორდათ და ხარაჩომ დენი გაატარა, რასაც მუშების დაღუპვა მოყვა. ადგილზე რამდენიმე სასწრაფოს მანქანაც იყო მოსული. 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ოლიმპიური ფესტივალისთვის ოლიმპიურ სოფელს ჩინური კომპანია Hualing ჯგუფი აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია. კონტრაქტორი კომპანიის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვას ვითხოვთ ხელშეკრულებით, ხოლო მსგავს შემთხვევაში, როდესაც მოხდება ასეთი უბედური შემთხვევა, ამას უკვე გამოძიება დაადგეს, იყო თუ არა კომპანიის ბრალეულობა, თუ ეს იყო მართლაც უბედური შემთხვევა. გარდაცვლილი მშენებელი პროექტურაში უკვე გადაასვენეს. უბედური შემთხვევის დროს დაშავებულთა მდგომარეობა კი სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა დაშავებული მკურნალობა სტაციონარში გადის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ბოლო ინფორმაციით ოლიმპიური კომპლექსის წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან.